ბრწყინვალის დე-ფაქტო ლიდერი პუტინის ოფიციალურ სტუმართა სიაშია კიდევ რა სიურპრიზები ელის ქართულ დელეგაციას, რომელიც უკვე სოჩია. თუ კი ესია, მაშინ ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება, რომელიც იქნება უაღრესად მკაცრი. უყურეთ საღამოს 10-ზე რეაქციას ბოლო პერიოდის ქართული პოლიტიკის ყველაზე ემოციურ თემაზე. სრულიად საქართველოს მზერა დღეს ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს სოჭისკენაა მიმართული. რუსეთისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია. ამ თემის პოლიტიზირება მთლიანად მოახდინა ნაციონალურ მოძრაობამ და მისმა გარკვეულმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. ოლიმპიადის პირველი დღე და დიდი დებატების საღამო რეაქციაში. განსხვავებული პოზიციებით, პროტესტითა და მხარდაჭერით, პოლიტიკოსები, საზოგადოება, შეკითხვები, პასუხები და მთავარი კითხვა, დათმობის თუ დათბობის პოლიტიკა, ერთად სტუდიაში დაპირისპირებული მხარეები, ხელისუფლება და ოპოზიცია. ოლიმპიადა თუ პუტინია და რა მოვიგეთ და რა წავაგეთ იმით, რომ ქართული დროშა ამ წუთებში სოჩია. მე მინდა დავარწმუნო ყველა, ვისაც პოლიტიზირება უნდა ამ პროცესის, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. თუ რუსეთის ზეწოლას ჩვენ მუდმივად ვასუხებთ სამთავრობო ქვეწოლი ჯერ საქართველოს და არც სხვა ქვეყანას ისტორიულად არაფერი არ მიუღია. თემა, რომელიც დღეს 2014 წლის 7 თებერვალს ეროვნული ემოციებით საქართველოში ყველა სხვა თემას წონის. აგვისტოს ომიდან სოჭის ოლიმპიადამდე უნდა ფრიალებდეს თუ არა ომიდან მე-6 წელს სოჩში ქართული დროშა. დაპირისპირება ამ თემის ირგვლივ ჩვენს ქვეყანაში პიკს აღწევს. ოლიმპიადა თუ პუტინის პოლიტიკური დღესასწაული, რას არგებელს ვიღებთ, რას ვთმობთ და რას ვათმობთ. 22 საათზე შემოვერდი დიდ განხილვას რეაქციაში. ეს რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენს ურთიერთობაში კვლავაც უდიდეს პრობლემად და შეშფოთების საკითხად რჩება კონფლიქტისა და ოკუპირებული რეგიონების საკითხი. ძალიან სამწუხაროა იმ ადგილას, სადაც იქნება ძალიან ფართო რეკლამა და პროპაგანდა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, იქ იქნება საქართველოს დელეგაცია. მთავარი თემა და ბევრი სტუმარი დღეს საღამოს იმედის ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, დებატებით ერთმანეთის პირისპირ, გიორგი კანდელაკი, გია ვოლსკი, გოგა ხაჩიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, მოსკოვიდან ოლიმპიადის მეჩი რახნე დიანა ღურცკაია, პირდაპირი ჩართვით სოჭიდან ქართველი სპორტსმენები, სტუდიაში დიმა ჯაიანი, ნიკუშა შენგელაია, ნინო ლომჯარია, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი ასანიძე, ვალერი კვარაცხელია, ხატია დეკანოიძე, მალხაზ გულაშვილი, ქეთათო ჩარკვიანი, არჩილ წყოიძე, ანდრო ბარნოვი, ოლიმპიადის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთ სტუდიაში ერთად, ყველა პოზიცია, ყველა მოსაზრება, ყველა ვერსია, ყველა შეფასება, ყველას რეაქცია. დღეს ზუსტად 22 საათზე იმედის პირდაპირ ეთერში გქონდეთ თქვენი რეაქცია.